დღეს ქრისტის დაბადების დღეა და მოგიყვებით როგორ შეჭამა ქრისტიმ 112 ცალი ხინკალი. მანამდე კი მიულოცეთ ქრისტის დაბადების დღე და გამოიწერეთ. რესტორანში მისვლისთანავე ქრისტეს უთხრეს რომ საათი და 10 წუთი მოუწევდა ხინკლის ლოდინი და ქრისტის ნერვებზე მოიშალა რადგან აღარ შეეძლო შიმშილი. სწორედ ამიტომ ქრისტიმ პირველ რიგში შეუკვეთა აჭარული ხაჭაპური. ქრისტი ისევ და ისევ ძალიან მშერი იყო და აჭარულის დანახვისთანავე მიხვდა რომ ეს აჭარული საერთოდ არ გავდა აჭარულს, ეს აჭარული საერთოდ არ იყო აჭარული. ქრისტი მოატეხა ყუა ამოუსვა აჭარულში, მიიტანა პირთან გასინჯა და მიხვდა რომ ეს აჭარული ისეთი იყო რომ ჯობდა ისევ ხინკალს დალოდებოდა. ამასობაში ჩემი დროც მოვიდა და მე გავსინჯე მწვადი. მე პირადად მომეწონა მწვადი, თუმცა რა მნიშვნელობა ქონდა მე მომეწონებოდა თუ არა, მთავარი იყო რომ ქრისტის მოწონებოდა. ეს ხო ქრისტის დაბადების დღე იყო. თუმცა ქრისტიმ დააგემონა ეს მწვადი და აჭარულზე გაბრაზებულმა თქვა რომ ეს მწვადიც არ არის გებრიელიო და ამას დამატებული მშრალიაო. დაიდადგა დრო, როდესაც მოვიდა ქრისტის საყვარელი კერძი ხინკალი. ქრისტი მიიტანა პირთან გასინჯა ხინკალი, შემდეგ აიღო და დალია წვენი. ქრისტი მიხვდა რომ ტყუილად არ უყვარდა ხინკალი, ქრისტი მიხვდა რომ ხინკალი იყო მისთვის საუკეთესო კერძი. თუმცა 112 ცალის მაგივრად ქრისტიმ შეჭამა 5 ცალი ხინკალი და დანაყარდა. ახლა კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ვაჩვქე ქრისტის დაბადების დღეზე.